Baime bavshvo. Gახსოვთ ის დღე რესტორანში რო ვიყავ, თქვენ რო გახვედით, короче, მოდის მომტანი. Დარანისა, იმტანი, ხო, რა მნიშვნელობაა. მოკლედ. ენა დამება. აი, ბოდამ უკვე ისეთ რაღაცებს ვიძახი, იმიტომ რომ მეგონა აი ჭუიდან ვერ გადასული რა. ისე შენი ქმრის ხელში კიდე კარგად ხარ. მე რა შვეშე ჩემი ქმარი, ხალი ჭუიდან გადავედი, შეყვარებული ვარ. რევსი ძახი. მართლა შეყვარებული ვარ. მე ეგეთი რაღაც არ მომსწრებს ხო? აი ცხოვრებაში არ მომსწრე რა. არ ვიცი თქვენ გქონიათ ეგეთი რაღაცა თუ არა, მაგრამ ჩემ ცხოვრებაში ესეთი ამბავი პირველად ხდება, იმიტომ რომ ადამიანი დავინახე და ვიცანი. ვიცანი რა, ტიპს პროსტა ვიცნობ, რა, ჩემი გულიდან არის ამოსული ადამიანი რა. მოიცა, ეხა მომიყევი თავიდან ბოლომდე რა მოხდა? რა მოხდა? ხო გამოვშტერდით არა მეც და იზიც ერთმანეთი რო დავინახე და ამოვიღე საფულე, ბარათი გავატარე, ბარათი ხელში მიჭირავს, ასე ხარ და დეთყობა ის საფულე ჩამივარდა თუ რა მოდი გამოვშტერებული, აი დაზომბირებული ვარ რობოტივით ვარ და გამოვედი, წამოვედი რა მოვდივარ ეს და კანტინში ჭუაზე არა იმის თვალები მაქვს თვალსი. წარმოიდი ვერ შევამჩნიე რომ არა მაქვს თან საფულე და მივდივარ ეს რა მივდივარ და სახტა რომ მივედი მე ვატყობ რას რომ ესე დებილივით მივედი ხელში მიჭირავს ბარათი საფულე არა მაქვს და ხვდები რომ დავკარგე საფულე და ამ დროს რას ვხედავ ტიპი ხვდება სახტა ვაიმე ცუდად არა ეხა აი ძალიან ცუდად რომ ტიპი ხვდება სახლთან და საფულეს მიწვდის ესე რომ აი ესე თქვენო Sevdiğin fikrებს Tremlian თვალებს შენ ფილმში გაქვს ნანახი და მე რა დღეში ვიყავი წარმოგიდგენია ნახე აი მეც ეგ დღეში ვარ რა გოგოებო არის რა რაღაცა არის სასწაული და ღირს რა იხა დიდება რა ამ გრძნობას რა სიყვარულს მარტოს ეხლა მითხარი მე როგორ განვითარდა მოყენები მე ისეთ სიდებილე გავაკეთე იმიტომ რომ იმდენად დავიბენე იბასა ისე გამოვშტერდი რა უნდა მეკნა და ის საფულეს რომ მაძლევს მე ვხსნი ასე ხარ და მადლობთ მეთქი და ფული გამოვიღე 100 ლარიანი და ვაძლევ და აი ის მიყურებს თვალებში მე ესე კრედიტით ფულს ვაძლევ და ტიპი მეუბნება რომ არა როგორ გეკადრებათო აი მე ძალიან მიყვარს სანცუდად შენ ღირსი ხარ რომ ბედნიერი იყო და ეს თუ ის არის სუპერ მენა დახატავს ახლა შენს ცხოვრებას ეს ბიჭი შენს ცხოვრებაში აუცილებელია დროა შენს ცხოვრებაში არ ვიცი რა ბედნიერებაზე მელაპარაკებთ, მაგრამ მაგის მერე წავედი ოფისში მეორე დღეს შეხვედრები გავაშვ ყველაფერი გადავდე. ვერაფერი ვერ გავაკეთე. აი პროსტა გაოგნებული ვიყავ და წამოვედი და რა გავაკეთე? ხო, საღამოს შევხვდი. ვერ ვეთქვი უას ვერ დავშორდები ვერ დავემალები საკუთარ გრძნობებს და ნუ გამოხვალ ჩემთან ამაღამა უკვე აურა საყვარლობა მეც მინდა ეგეთი აი ტაფას რატო ურახუნებდი არანაირი გზნობა არ გააჩნდა ეს რა ანუ თავი რომ მაშინ გონია გიჟდები აი ეგ არის ურთიერთობა აი ეგ არის გრძნობა და არა ის რომ მუდოსავით იყურებს და მართლა რაღაცას ჩაარტყა თავში რა ბედნიერია აჩერდი გოგო შენ ტაფაზე რო გაკრები და ყველას ურახუნებ ერთ და იგივე ტაფას და ის რო ხდება ის მაინდა არ გატყდა ეგ ტაფა კაცო ყველას იმ ტაფას რო არა ეს ვაფშე სხვა რაღაცა გეფიცებით რა აი რო არ მივსულიყავი მოვკვდებოდი არაფერი არ მინდოდა უნდა მენახა რა ტიპი რა აი პროსტა მჭირდებოდა რომ მენახა და ესე იდიოტები თავდექი და მივედი ვიცი ხო არ უნდა გავაკეთო ხალი ვარ და რაღაც თავი და დავიფასო გეხვეწები რა დღეს ეგ არის მე როგორ განვითარდა
არაფერი არ მოხდა, აი ესე უბრალოდ ხელზე მემთხვია და რომ აკოცა კიდეღა გულიც ამივიდა, წავედი მე სახლში და რობოტივით მივედი სახლში და მოვბრუნდი უკან, ზუსტად 9 საათზე მივაკითხე მანქანით და მეთქი წამოწაგიყვანთ ხოლმე. და ოპანა მოხდა, ყველაფერი მოხდა. ეს იყო გოგოებო, ისეთი ბედნიერება, ადამიანი რომელიც გიყვარს, აი ვერ გადმოვცემ უბრალოდ ამ სიამოვნება არ არის, ეს არის კოსმოსი რა, ძალიან მაგარი რა. აუ, მეც მომინდა ეხლა. კოსმოსში აუ, რამდენი ხანია ესეთი რამე არ მიგრძნია გოგოებო. რაიმე შენს კოსმოსში არ ხარ გეხვეწები, მოუნდა ამას ხო უნდება. ერთი კვირა გაგრძელდა всё. ეთყობა იცი არის, ყველაფერი ხო შედარებითია თუ არ ვიცი, მაგრამ მე კი ახლა ირაკიც მიყვარდა ხო მქონდა რაღაცა გახსოვ შე რა დღეს ვიღავი. მაგრამ აი ეს რაღაცა სხვა ამბავია. соуси მაჩვენეთ. კარგია. თიკო, соуси მიიტანე. ეხლა დე. ნუ გამანგიში. ეებს აკეთე. კაკარი. შემდეგი მეხუთე მაგიდა. ხორის ხორცი მაჩვენეთ. საშუალოდ შემწვარი ხორცი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, შე. არ ჩაიხარშოს, მიაქციეთ ყურადღება. რა თქმა უნდა, შე. მეშვიდე მაგიდა. საქონლის სტეიკი და ცეზარი, სწრაფად. ვიწყებ, შე. დაიწყე მერე. გასაგებია. ხალხნო, დრო აკონტროლეთ, დრო არის მთავარი. დაიმახსოვრეთ, რომ მთავარი არის დრო. გასაგებია. იმედი მაქვს. გასაგებია, რომ დიახ. შე, მე მგონი აღარ უნდა, ნახეთ. ო, კარგია, მეტი არ უნდა. იბადა. ცომი მაჩვენეთ, ცომი. ასე. ინა. ო, კარგია, ხო. მადლობა. ჩარა, მალე, შეკვეთა, სწრაფად. ერთ მიყურებ რა. გამომხედე შენ ნაგაო შენ. ეს რა გააკეთე? შენ გელაპარაკები ეს რა გააკეთე? ეს რა გააკეთე? ეს როგორ ხდება? აი ბიჭი თამაშია რა? вообще აქვს რამე ეს აზრიო თქვა? ყველა სამეგობრო, ყველა კარგად? ამბავი? ერთ კიდევ მედიეთ რამდენად რთული. როგორ ნერვიულობ ხედავთ? ახო, განიცდით რა. განიცდი შენ, განსაკუთრებით. ყველა განიცდით. მე საკუთარი შვილი ინდონეზია მიმიყვანოთ, რომ ხელი გადავუსვიო. გადავხაზე არ არსებობდა ჩემთვის. ეს თქვენ ყველა ბედნიერები, კარგები, მაგრები, ისევ იგივე შვებით, ისევ იგივე საკეთებთ არა? აგარი ბიჭები ხართ, ხო? აგარი კი არა, ნაგვები ხართ ყველა. ყველა ერთმანეთზე მიყოლებით. ეს
წარმოადგენს გიაროთ ჩემთვის ეს ნადო ამდენად საშინელი იყო ეს ჩემპიონებას კლავდა ჩატვალებდა იცი მე არ გაგიკეთეთ თქვენს გვერდით ვიყავი სულ თქვენთან ერთად მეგობრობა, ურთიერთობა, ძმაკაცობა, ფული გინდოდათ, მანქანა გინდოდათ, რას არ ვაკეთებდი? აი შემეჩი. არა, ესე. და უცებ აღმოჩნდა რომ ჩემი შვილი მე სად გაქრით ყველა? სად გაქრით ყველა? სად თქვენ აგვები? შიგნით ახლა უბრალოდ წარმოვიდგინეთ შეიშალოთ. არ ვიცი რა გითხრათ და რა გიხსნით ყველაფერს. ნახოთ აღარ ესე გადაეცი ყველას. არც ერთი ახლის არ გამეკრეს. ერთად არ გავდიოდით ამ ყველაფერს. მე აღარ გამეკრე. ხარუსო აბარაშები ერთობი კარგად კარგია ბათუმში ვინ ნახე სად ნახე არა გოგო თბილისშია გაგიჟდი რა უნდა ბათუმში სად ნახე ჩამიგდე ფოტო მოუკლავ ამას. გეფიცები მოუკლავ ეხლა. ეხლავე მივდივარ ბათუმში. გამარჯობა. ხშირად დადიხართ? დიახ. მართლა? თქვენ წარმოიდგინეთ. ო, მეც. მაშინ ამის მერე უფრო ხშირად ვიდი ხოლმე. ამის მერე? ხო. დიახ. იმის მერე რას თქვენ გნახეთ? საინტერესოა. ისე მე ის მეკვირს რომ აქამდე ვერ ნახეთ. დერეუშას ხდება ხოლმე. არაფერია. უბრალოდ წუხوار. ახლა ხომ ნახეთ. დიახ. ახლა კი დაგემშვიდობებით. თროა. გამარჯობა. ნომერი მაქვს ჯოში. თქვენი პირადობა თუ შეიძლება ჯავშე შევამთ. მადლობა. კი ბატონო. პირადობა. ესეც თქვენი ოთახის ნომერი. მე-12 სართული 154 ნომერი. დიდი მადლობა. ნახვამდის. ვა, ბიჭო, სერიოზული ბაითია. აუ, მადური ხარ, შეგორო შენა, თუ რა გინდა, თუ რა ხოშიანია, არა, ითი ხარ უმაგოფილო. ვაი. რა? რა გჭირ შეუბედრო, რა გინდა. კაროჩე, მე მაგრად მევასა რა, კაი ბაითია, კაი. აი, რა კაი რა. აი, მაშინ სახსი ზახი ვიჯო. ეს ნაგლი ნახე. რა გინდა, რა სერჩე, რას უწულებ ამას? რა გჭირ შეჩება რა. აი, ვიჯო, ამას იზახი შენ სახსი ხო.
უმადური ნახე ეს ბიჭო, აი შესაძლოა. ამანამდე ხო იმაში ცხოვრობდი რა, ლუდოვიკოს სასახლეში, ვერსალში ცხოვრობდი, ხო? აი ნახე რა. ბიჭო, შენ ადგილზე რო ვიყო, ძილო ღამეებით ვიქნებოდი, რა ხდება, ბიჭო, ასე მოდიდო, ესე მშვიდად რატო ხარ? ანუ ეხლა არ დაიღალე ამ ერთ დეივით, მე მაგრა დავიღალე და შე როგორ არ იღლებიდო? ოპა. აგარაც უდად არის შენი საქმე ვატყობ. მუსმინე, მე ვაფშე არაფერი არ მჭირს სამაგისო რა. და მოდი გაჩერდი რა გიხსნი. ეს ყველაფერი გაიგო რა. აი, ახლა რა საბირებ? მაინტერესებს, ა? და რა გამეების ვათიე? აიგაც საკმარისია ჩემთვის რა. ობიჯო დამანებე მეთქი თავი რა გინდა რა. მოგზავნილი ხარ შენ შემეშვი რა. ისედაც ვერ ხედავ აი საცხოვრობ ამის და შევეცი მე. გასაგებია. შემეშვი მეთქი, ბიჭო, შემეშვი, რა ვერ გაიგე, მორჩიდო. მომისმინე შენ, გარეწარო შენ, ხმას ვისოწარ შენ, ბიჭო, გარჩხლიდავ შენ, რაც დაიმსახურე შენ, სირო, ის მიიღე, გაიგე. შენი დედა მოკა. რა თქვი ბიჭო? ეხა ვითომ არ გითქვია და მოკედე რა თორე, მოგიტყანამ კარგი სტრაქსი ცოტა. ბიჭო, რატო გამომიყვანე წყობილებით? რამე მამა ხარ, შენ მამა გქვია, გადი რა გაეთრიე რა თავი დამანები საერთოდ რა. ვაიმე პოზიშვილი ვიყო, შენ რო პროსტა ვიღაცა უცხო იყო, რას გიზამდი პროსტა, ჩემი თავის მიგვირს, რატო ვიკავებ თავს, ჩემი შვილი რო არ იყო, ვაიმე დედასო მოგიტყანავ. მეტი ხმა არ მოიღო იცოდე თორე დაგენზრევა. ხმა არ მოიღო ბიჭო. წადი რა ბიჭო, რა წადი რა მოსურდი რა. იცი რას მივხვდი, აი აქამ უნდა ამოგხდეს სული, მეტი ისე არა ხარ შენ. მორო შენ, უმადურო შენ. ღმერთო, რა ხდება ჩემ თავს? დე, შენ არ ინერვიო რა, გთხოვ. ისეთ რამეს მთხოვ, რაც გამორიცხულია. მესმის დედა. შენ წარმოგიდგენია, ჩემი შვილი და ქმარი. ღმერთო, დე, მოაგვარებენ ერთმანეთში. დარწმუნებული ხარ? კი, დარწმუნებული. გამოიღებ შედეგ ჩემი საუბარი მათ. შენ რო არ მყავდე რა მეშველებოდ. სხვა იქნებოდა რომელიმე შვილი. შენ ყველაზე ჭკვიანი და გამბედავი ხარ საყვარელო. მოგვარდება, არაფერი არ არის მოუგარებად. არა შვილო, ეს შემთხვევა არ არის. გაიზრდები და ნახავ და დარწმუნდები, რომ ყველაფერი მოგვარებადი არ არის. ვა! მოხვედით? სად ხართ ბიჭო ახამდე? აუф, დაგვაგვიანდა ხო? ხო, დაგაგვიანდა. თანაც ზალი. ჩვენი ბრალი არ არის. აბა ვისი ბრალია, ჩემი? გამოდის რომ არავის ბრალი არ არის. უბრალოდ ასე მოხდა, მეტი არაფერი. უბრალოდ ასე მოხდა. ხო, როგორ თქვი მე? ხო, ეგრე ვთქვი მე. უბრალოდ არც ველოდებოდით არც ერთი. ისე გამოდის რომ საერთოდ არ მოხვიდოდით. სწორად გავიგე? არა, რას ამბობთ, როგორ გეკადრებათ? არ უნდოდა, უბრალოდ ასე გამოვიდა, თორემ არ უნდოდა. მსგავსი რამ არ უფიქრია, არა ალექს, ხო ეგრეა. რა თქმა უნდა, ჩვენ ხომ პატარები ვართ. აბა რა, ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ ეგრე? ძალიანაც რომ გვინდოდეს, ვერ შევძლებთ. სამწუხაროდ სამაგისოდ ძალიან პატარები ვართ. ეგ ჩვენგან გამორიცხულია. ჩვენთვის ეგ წარმოუდგენელია, ისეთი ბავშვები ვართ. ჩვენ ხომ კარგად იცით როგორები ვართ? ვიცნობ. თქვენ თაობას, როცა გაწყობთ დიდები ხართ, როცა არ გაწყობთ პატარები. ნეტა დიდები ვიყოთ. დიდები რომ ვიყოთ კი. მართლა რა მაგარი იქნებოდა. აუ, ღადაო. კარგი, მორჩა ახლა, წადით, თორემ დაგაგვიანდათ, წადით. ეცეთ რა. ბოლო დროს ძალიან დაიძაბა სიტუაცია ჩემთან. ვფიქრობ, ხომ არ წამოვიდე მაქინე. რატო რა მოხდა? რა არის მიზეზი? რა ვიცი, რა გითხრა. როგორ ხდება ხოლმე? ყველა თავისას უბერავს. ვიცი რა, სტაფთან რა პრობლემა გაქვს, რა იქ ვიცი რომ ნორმალური სტაფია. კეთი, ჩემი მეგობარია. რა პრობლემა არის? გინდა ეხლა რომ დაურეკავ კეთის და ყველაფერი უცებ მოგვარდება. არა, კაცო. არ მეგულისხმე, არ არის საჭირო. არა, რაღაცა შენ არ მომწონხარ, ესეთი ანერვიულებული მე არ მინახი ხარ. რა?
ეს არა რას ნიშნავდა? მე მაინც გონია რომ რაღაც ხდება და არ მეუბნები. არაფერი. უბრალოდ როგორც ხდება ხოლმე რა ხშირ შემთხვევაში. ვიღაცა რაღაცას სალაგებელს ტოვებს. მოტრიალდები ვიღაცის გასაკეთებელს მევაკეთებისა. ან თებში უნდა დამხვდეს, ან ჭიქა უნდა დამხვდეს. ესე იგი მარტო მევაკეთებ საქმეს. არავინ არაფერს არ აკეთებს ჩემს გარდა. და დავიღალო. ყელში ამოვიდა მეც ადამიანია. ეხლა მომისმინე. შენ თუ გადაწყვეტე რომ ამ სფეროში დარჩი, მაშინ ყველაფერი უნდა აიტანო. იცი რა? ხანდახან მე მიწევს რაღაცების ალაგება ამ ხელაშეებს. რა უნდა აიტანო. ყველგან ხდება. მაგრამ თან ცოტა მაკლდა რა. კონფლიქტში რო არ შევსულიყავ მაგალითად. და არ მინდა არავის გამო არც დაზაბულობა და მირჩევნია გამოვიცალო მაგას. ახლა თქვენც იცით. ჩემზე ბევრად გამოსტილი ხარ და არა კი ის ერთ ობიექტზე ვიცი კაცო რაც მოხდა იქ რაღაცა დაფების ტყვევა იყო და მთელი ამბავი მაგრამ აქეთ ვიცი თქვენთან რომ ცოტა დალაგებული და ნორმალური სიტუაცია არის კეთის ისედაც იმდენი ობიექტები აქ ახლა იქ ეგეთი სიტუაცია არ არის ყოველ შემთხვევაში ამასთან შედარებით ნორმალური სიტუაცია მაინც არის მაშინ მართლა მითხარი რა შეასაკ არაფერი დამიმალო მართლა დავიღალე არა მართლა დავიღალე უძილობაც დამეწყო აღარ მინდა იმაზე ბევრად მეც მუშაობ ვიდრე უნდა ვმუშაობდი ასე ვფიქრობ და იმდენად დაღლილი მივდივარ მომისმინე ძილითაც ვეღარ ვიგიდო სხვა რამე ხო არ ხდება და არ გინდა რომ მითხრა გამარჯობა ერთი სტეიკი თუ შეიძლება ხოდი ამბობ ვინა ცაი ხოდი მას გეუბნები რა რა მოხდა? მას არ დაიწყო შენი ნიუ ჰაუზენობა ასე ვთქვათ. ისაბელი ხერა მოხდა. მა ისეთი არაფერი. მადლობა. რაც ახალმწიფო მასო გავადი. რა ხელოსები? შენმა დამრიგებელმა დამრიგებელმა გაზვიოდა ყველაფერი. თუმცა შენ ამას გაზვიოდებს ეძახი. მაგას ურჩევნია რომ გავშეხებს. ვიდრე მშობლებს ელაპარაკოს. თუ შენასწავლი ხო რა და როგორ გააკეთე შენ ოჯახს. მასწავლი. დიახ, მასწავლი, რადგან არაფერი არ იცის. მგონი ზედმეტი მოგდეს განაცვლების შევი რაღა დაგეპალო რა. მისაფრთხე, საერთოდ წავიდე სკოლიდან. მეთქი. ხვალ მიხვალ. ეფილსინები. და მასწავლებელს ბოდის რატომ როცა მართალი ვარ? მეთქი და ბოდის დამეჯერება. მადლობა. მარგი ახლა შენაც რა სიღლები ესეც ახალგაზრდა ბიჭი.
რას აკეთებ ხა იმდეს რომ ეგეთ წაში. მოიცადე მე ძალიან კარგად მახსოვს წინა ობიექტზე შენთან რომ მოვდიოდი რა დღეში ციყავი. ეხლა რა მოგივინა? იყო კი. აქ უფრო მეტი. ეხლა შენ რა გინდა მისხა რა? იქ ისეთი დასვენებული იყავი, წამოწოლილი სიგარეტს ეწეოდი და მაგაში გიხდნენ ფულს. აბა კარგად აფიქრდი. ჩემთან ხო იცი რომ ყველაფრის თქვა შეიძლება. ეხლა ჩვენ ხა ორივე კარგად ხვდებით რომ ეს ის არ არის რაც შენ გინდა მართლა მითხრა და მომიყო. არა მართლა არაფერი ისეთ. მართლა. ან მოდი ახლა მეტყვი რა ხდება. ან დღეს დავიშალოთ და შენ კარგად იცი როცა გადაწყვიტა მე სულ მზად ვარ და გელოდები. მაგრამ აღო მიკითხართ. ქალაქ გარეთ არ მუშაობთ, ესე როგორ შეგაწუხებთ? რა შეწუხებაზე მელაპარაკე? თან მე მით უმეტეს მაგის პრობლემები არ მაქვს, ხო ხედავ? ისედაც გადებული ვარ გზა. თბილისი, ქუთაისი. ეხლა აგერა კახეთში წაღვნიშნდი, ხო ხედავ? ასე რომ შენთვის შეხვედრის პრობლემა არ იქნება. როცა მეტყვი მე სულ მზად ვარ შენთვის. კარგი. დიდი მადლობა. მოსმენისთვის, შენ თავაზებისთვის, რჩევისთვის, ყველაფრისთვის დიდი მადლობა. მოკლედ საათში უნდა ჩამოისხას 3000 ბოთლი. მაგრამ 1800 ჩამოისხა. და ეს უკვე ძალიან ცუდია. 3000. და ეს ახალი საწობი როგორ მიდის ბოთლზე? ადვილად ხრევადია ძალიან. იმიტომ რომ ხუფვის დროს ან ტყდება და თუ არ გატყდა ყველა ვარიანტში იღუნება. ისე იგი მაშინ უნდა შევცვალო? არა გზა. გამორჯოს ბიჭებს. აბა ერთი ტეკილა სანრაიზი გლიჯოთ. მას რა ჯანტაბა უნდა. რა ჯანტაბა უნდა მას. ეხლა მაგის წაროვი, ხო? ვა, ხა? ნო. შეიძლება ჩამოვжда. ალო. მადლობ გენაცელი. კიდე რამე ხარ გინდათ? ერთი ჭიქა წყალიც რა. რა მითხარი რა გინდა, რა გინდათ? რა გინდა? რა ჩანდაბა გინდა მითხარი ამიხსენე რა. დაგიშავე რამე? თქვი რა? ბიჭო, კი არ დამიშავე. ამის დედა მომიტყანი, მაგრამ შენ მართლა აზრზე ხარ, რას ბოდავ და რა სისულელს მეუნები ადამიანო. არა ვარ ჩვენ ესეთი ურთიერთობაში, ხო? შენ ხარ ნაგავი, ბიჭო. ხო, აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ნაგავი ხარ. დიდი მადლობანა. ესე იგი მე თუ ნაგავი ვარ, შენ ვინ გამოდიხარ, რა გამოდიხარ საერთოდ? რა? ეს ნახე რა. კიდე რა ხმას იღებ, ბიჭო? ამ ყველაფრის შემდეგ კიდე ხმას იღებ? ეგ არის, იცი რა, ჩემო ძვირფასო, შენი წარმოდგენები. რას იჯერებ? რეების გჯერას საერთოდ მითხარ. არ ცხენია? ახ, ბიჭო.
რა გინდა? მაქსიმალურად ვიკავებ თავს რა. აქაურობას ვწემ ელემენტარულად პატევს.